ყოველთვის ბრუნდებით დაგაგზავნეთ გადაცემას შემოგვეთა მეორე სტუმარი ისლამის სპეციალისტი დავით კოვერიძე. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ისე რაღაც ისე გამომდის ბოლო ორი დღეა სულ აღმოსავლეთისკენ არის აქცენტი. დღეს უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, თუ უკვე არ დაიწყო მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის შორის და ამას ქონდა საინტერესო პრეისტორია. ჯერ ორთვიანი ულტიმატუმი წაუყენა ტრამპმა, რომ და ისე უნდა გადაწყდოთ ბირთვული პროგრამა, როგორც საჭიროა, ანუ მე მესიამოვნება. ირანის ხელისუფლების პასუხი ცნობილია, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებთან არანაირ მოლაპარაკებას არ გამართავს, უცებ აღმოჩნდა, რომ ისინი მოილაპარაკებენ ომანში. და ეს დღეს უნდა დაიწყოს ეს მოლაპარაკებები, ვიმეორებ შეიძლება უკვე დაიწყო კიდეც. მანამდე იყო ნეთანიაჰუ ჩასული ტრამპთან და ისრაელის მედია ძალიან უარყოფითად გამოეხმაურა, რომ ეს ყველაზე წარუმატებელი ვიზიტი იყო ნეთანიაჰუს, იმიტომ რომ მან ვერ მიაღწია ვერც რაღაც შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ანუ ის რომ ის შეწყდება, ივარაუდება და ვერც აი საბაჭო ტიპის ურთიერთობებში რაღაც ხეირს ისრაელისთვის და თქვათ იქვე ტრამპმა აღნიშნა, რომ ერდოღანს ის მოწონს, მას მოწონს ერდოღანი, მათ ერთმანეთი მოწონთ, ეს აგიჟებს მედიას. ძალიან საინტერესო იყო მისი განცხადება და ნეთანიაჰუს უთხრა, რომ შენ თუ გონიერი ბიჭი იქნები, მე დაგილაგებ ურთიერთობას ერდოღანთან და ამ დროს ნეთანიაჰუ მადლობას უხდის აზერბაიჯანის პრეზიდენტს იმისთვის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს, რომ მან უზრუნველყო თურქეთთან მათი მოლაპარაკება სირიის საკითხზე. რაღაცა თითქოს აჯაფსანდალივით არის ურთიერთდაპირისპირებული მხარეთ, მაგრამ აი ეს რატომ აი ომი ფიზიკურად მიმდინარეობს, თქვათ ევროპის მხარეს, დასავლეთის მხარეს და ეს სამშვიდობო პროცესი, მშვიდობის მტრედობა, როლების შესრულება აღმოსავლეთში. რატო გადანაწილდა ასე ეს სამყარო და დავიწყოთ ირან-ამერიკის ურთიერთობით? კი ბატონო. აჯაფსანდალი კარგად ახსენეთ თქვენ, იმიტომ რომ აჯაფსანდალი ის აღმოსავლური პროდუქტია, ხომ? მართალია. ძალიან ბევრი პროდუქტი იხარშება და მზადდება ერთად და იგივე ხდება ახლო აღმოსავლეთში, ყოველთვის ესე იყო. ყველა მოვლენა მცირე პატარა მიბმულია ერთმანეთთან დაკავშირებულია. არა, ზოგადად ეს ყველგან ესე ხდება, მაგრამ აღმოსავლეთი მაინც გამორჩეულია ამ კუთხით. და რადგან აქ ჩართული არიან ისეთი მოთამაშეები, როგორც არიან ირანი და თურქეთი, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ დღევანდელ სიტუაციას. ეხლა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. აუცილებლად როდესაც კეთდება განცხადებები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოვლენები წარიმართება ამ განცხადების შესაბამისად, რა თქმა უნდა. გასაგებია, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს ომანში, ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ ჯერ ერთი არავინ არ იცის, როგორ წარიმართება ეს მოლაპარაკება და რა სწორი რითი დასრულდება, რა შედეგით დასრულდება. ჩვენ ამას ვერასოდეს ვერ გავიგებთ რა საუბარი იყო, რა თემებზე მიდიოდა ლაპარაკი. ის იმდენად კულუარული საკითხებია, განხილვის თემები ასეთ დონეზე და განსაკუთრებით ესეთი დაძაბულობის პირობებში, რომ მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხვდებით ჩვენ რიგითი მოკვდავი ადამიანები, რაზე შეიძლება ყოფილიყო. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვივარაუდოთ, რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ლაპარაკი შეიძლება იყოს ვაჭრობაზე იქ. არა ყიდვა-გაყიდვაზე რაღაცის პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ ინტერესებით ვაჭრობაზე. ძალიან კარგად ესმით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც ირანში, რომ ორივე სახელმწიფოს თავისი ძლავრი ინტერესები აქვს რეგიონში. ეს ყველა მიცის, ყველა შეგუებულია ამაზე და ვინც არ არის შეგუებული ამ სიტუაციას, ისინი იღებენ ხელში იარაღს და იბრძვიან და როგორც წესი მერე მარცხდებიან ხოლმე. ძალიან ცუდად ამთავრებენ. ეს არაერთი ორგანიზაციის მაგალითზე შეიძლება ვიმსჯელოთ აქ ახლო აღმოსავლეთში. ჰამასი, ჰეზბოლა, ისლამური სახელმწიფო, ალ-კაიდა და ასე შემდეგ და რა ვიცი, ასეთი ბევრია. კიდე ბევრი ახალი გაჩნდება. ამის პრობლემა არა აქვს ამ რეგიონს. ასეთი ორგანიზაციები იბადებიან, მერე მათი აქტიურობა მინელდება, მერე ქრება, მაგრამ არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც უკვე 10 წლეულებს ითვლება, მაგალითად ალ-კაიდა, ისეთი მძლავრი ორგანიზაცია და არის კიდევ უფრო მძლავრი ორგანიზაცია, რომელსაც მუსლიმი ძმები ქვია, ეს გასული საუკუნის
პროდუქტია და ეგვიპტეში შექმნილი ორგანიზაცია, ნუ ყველა მიცის რომ ასეთი ორგანიზაცია არსებობს, მაგრამ ძალიან ცოტა სპეციალისტების გარდა ძალიან ცოტა ადამიანი იცის რა არის ეს, რას წარმოადგენს, რატო არსებობს, რატო შეიქმნა და დღეს არის თუ არა და რაც ყველაზე მთავარი ჩვენთან არიან ისინი. მე ძალიან მოკლედ შემიძლია გითხრათ, თუ კი ჩვენთანაც არიან, რა თქმა უნდა არიან, იმიტომ რომ ისინი არიან ყველგან. ეხლა ირანს და ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუბრუნდეთ. აი რაზე არის კიდევ და მე აღარ შეგაწყვეტინებ და ესეთი მოსაზრება რომ პრინციპში ხელსაყრელი არის ირანის შეარეულობა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ახლო აღმოსავლეთში თავის ინტერესების გასატარებლად. არის ეს მართლაც ასე და ვისთვის არის ეს ხელსაყრელი რომ ის ვნახოთ ძველი რომაული პრინციპით მოქმედებით. ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ხანია მიხვდნენ რომ ის ხელისუფლების ის მოდელი რომელიც არსებობს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ხას უსვამს სამივე შემადგენლებს ამ დასახელების ქვეყნის ირანის ისლამური რესპუბლიკა. რაც თავისთავად აბსურდია დასახელებაში, ხო? ისლამური რესპუბლიკა უკვე ძალიან აბსურდია. მაღალი დაბალი ნიშნა. ხო, ნუ რაღაც ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებებია. ახლა ისლამი და რესპუბლიკა ერთად ვერანაირად. ხო, ეხლა რა ხდებოდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში? იქ განხორციელებული იქნა ირანის მხრიდანაც მათ შორის გარკვეული ნაბიჯები, რომელიც მისანიშნებლად იყო განხორციელებული და განკუთვნილი იყო ამერიკელების მოსასმენად და სანახავად. მაგალითად პირველად ისტორიაში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ირანმა განათავსა ერაყში გადაისროლა შეერაღების ისეთი ტიპი და ისეთი სიმძლავრის, რომელიც მანამდე არსად არ გაუტანია საზღვრებს გარეთ. ეს არის შორსმოქმედი სარაკეტო შეერაღება და განათავსა სადა ერაყში განათავსა. ერაყში მოიხსენებათ ირანის გავლენები არის ძალიან დიდი და ეს ვისი დამსახურება მე მგონი ამას წინათ ვისაუბრეთ ჩვენ ესეც ამერიკელების დამსახურება რატო უნდა იყოს ერაყში ირანის გავლენა ესოდენ დიდი ხო თავის დროზე ოკუპირებული იყო პრაქტიკულად მთელი ერაყის ტერიტორია ხო იქ რაღაც მამა ბუშის ნაბიჯები, მერე შვილი ბუშის ნაბიჯები, სადამ ჰუსეინის გასამართლება და ლიკვიდაცია და ასე შემდეგ და ამერიკული სამხედრო ბაზები, რომლებიც დღესაც არის ერაყის ტერიტორიაზე. აი რატო უნდა იყოს ირანის გავლენა ეს დიდი, მაგრამ ფაქტია რომ არის და ამაში ამერიკელებს ნეფსით თუ უნებლიეთ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. მოკლედ განათავსეს ეს შეერაღება, რომელიც არაერთ 1000 კილომეტრზე მოქმედებს. ეს დამიზნებულია, გაცხადებული იყო აქ დაუფარავად მიდიოდა ეს შანტაჟის ენით საუბარი ირანელების მხრიდან. დამიზნებული გვაქვს ევროპული სახელმწიფოებისთვის, აი ეს რაკეტები. და რა თქმა უნდა, დამიზნებული გვაქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. პირდაპირ ემუქრება სპარსეთის ყურის ქვეყნებს. ნუ ვის შეიძლება დაემუქროს? პირველ რიგში გაერთიანებული არაბული საემიროები, კუვეიტი და საუდის არაბეთი. ხო წარმოგიდგენთ რა ხდება ახლა ამ ქვეყანაში შიდა სამზარეულოში, ხო? ნუ ისინი ემზადებიან თუ კი რაიმე საშუალება აქვთ ამისთვის, მაგრამ გარწმუნებთ ძალიან ნაკლები აქვთ საშუალება ირანის წინააღმდეგობის, ამიტომ ვის უნდა მიმართონ? უნდა მიმართონ ამერიკის შეერთებულ შტატებს. თავის დროზე საუდის არაბეთმა მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის და ეს დახმარება ვის შესაკავებლად იყო განკუთვნილი? მხოლოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის საფრთხეების დასაბალანსებლად. და განთავსდა ამერიკული ძალები საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, რაც მანამდე ძალიან ცუდ ტონად ითვლებოდა საერთოდ ისლამური სამყაროსთვის, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ არაბეთის ნახევარკუნძული ძალიან სხვანაირი და სხვა დონის დატვირთვას ატარებს მუსლიმური სამყაროსთვის. ახლა იქ მაგათ გადმოცემით თავისი წინასწარმეტყველისგან, რომელსაც შუამავალს უწოდებენ, მუჰამედზეა საუბარი, მას პირდაპირ გაცხადებული აქვს ეს უწერიათ ჰადისებში, ეს საიდუმლო ინფორმაცია არ არის, სპეციალისტები მშვენივრად იციან, რომ შავი თეთრზე წერია. გავიყვან ყველა ქრისტიანს და იუდეველს არაბეთის ნახევარკუნძულზე ისე რომ აქ უნდა იყვნენ მხოლოდ მუსლიმები და უცებ ერთ დღეს აღმოჩნდა ამერიკული ძალები იქ.
ამის გამო და კიდე სხვა მიზეზების გამო იგივე ალ-კაიდას სხვა ორგანიზაციებს ისეთ რადიკალურს ჭყალებში, იმიტომ რომ ხალხი რადიკალური კიდე სხვა სასაუბრო თემა, ძალიან დიდი პრეტენზიები გაუჩნდათ სამეფო კართან, საუდის არაბეთის, როგორ გაბედეს მათ უცხოელების და განსაკუთრებით ამ ურწმუნო ამერიკელების შემოშვება თან თოფიანი ამერიკელების ჩვენს წმინდა მიწაზე და ძალიან დიდი პრობლემები იყო. ამას არაერთი შეიარაღებული დაპირისპირებაც მოყვა, რომელიც ფართო მსმენელისთვის, მაყურებლისთვის და მკითხველისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ეს ყველაფერი დაიწყო ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, იქ ვიღაცებს გაუჩნდათ ამბიციები, რომ ჩვენ შეგვიძლია ისლამური მართლობა განვახორციელოთ და ამან ბევრი სისხლისღვრა მოიტანა მთელს მსოფლიოში, ძალიან ბევრი. ეხლა ისევ უმთავრეს საკითხს რომ მიუბრუნდეთ ამერიკა. ანუ ირანმა მოიმზადა საფუძველი მოლაპარაკებებისას, რომ არ იყოს უარგუმენტოდ და არ იყოს სუსტი. რა თქმა უნდა, ცდილობს როგორც. ნუ ახლა ირანს უზარმაზარი სახელმწიფოებრიობის გამოცდილება გააჩნია, დიპლომატიის ურთიერთობების განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში, ბოლო 10 წლეულები ძალიან გამოიბრძმედნენ ამ ამერიკასთან და სხვა სახელმწიფოებთან და დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობებში ძალიან დაიხვეწა ბჭყალებში მათი მეთოდები და ნუ ისინი ცდილობენ რომ რაღაცა შანტაჟის ენა აითვისეს და ნუ აი განვათავსეთ რაკეტები, გვემუქრებით ამერიკის ინტერესებს რეგიონში. იქ რაღაც სრუტეების ჩაკეტვით იმუქრებიან. ეხლა ეს რას მოიტანს მსოფლიო ეკონომიკისთვის, ხო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არა სპარსეთის ყურის ჩაკეტვა, სადაც 1, 2 და 10% ნავთობ რესურსების არ მიედინება სხვა დანარჩენ სამყაროში და ეს ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია, ხო და ამის ჩაკეტვა და იქ საომარი მოქმედებები ძალიან ვიწრო და შეზღუდულ არეალში ძალიან დიდი საფრთხის შემცველია მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ეს ფართო მასშტაბიან ომს იქ არავინ არ დაუშვებს. ხო თუ გვახსოვს ჩვენ და რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს ახსოვს რომ შარშანის რაც ისრაელიდან რამდენიმე რაკეტა გაიშვა რაღაც დემონსტრაცია. ხო, ეს რაკეტა დაეცა რაღაცები განადგურდა, მაგრამ ის რო ფართო მასშტაბიანი ომი ირანის წინააღმდეგ, ირანი ძალიან დიდი ქვეყანაა ტერიტორიულად, მოსახლეობის რაოდენობით, გავლენებით. ირანი არის შიიტური სამყაროს ლიდერი. მან ესეთი მისია იტვირთა თავის თავზე, რომ ყველა შიიტის ლიდერი არის ირანის ისლამური რესპუბლიკა და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მისი სულიერი ლიდერი დღევანდელი. და ესე მარტივად არ დამთავრდება ირანზე შეტევა, ეს გამოიღებს ძალიან მძიმე შედეგებს. ირანული დიასპორის მხრიდან შიიტური დიასპორები, რომელიც მიმობნეულები არიან არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში და არაბულ ქვეყნებში, არამედ ევროპის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლავრად არიან ისინი. ირანის ინტერესები და ზოგადად შიიზმის ინტერესები გადაწყვეტა ლათინურ ამერიკას და იქ ისინი არიან სხვადასხვა სახის ინტერესებია იქ დაკავშირებული რა ვიცი, ბევრი ღია თუ ნახევრად ღია ინფორმაციებთან, რომელიც ნარკოტიკების ვაჭრობას უკავშირდება. ნარკოტიკები ხოლმე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ირანს არ აკლია ნარკოტიკები, თავისი სერიოზული ექსპორტიორია ნარკოტიკების. უბრალოდ იქიდან მოიძებნა გზები სხვადასხვა ქვეყნების მომარაგების. ნარკოტიკები არის შავი ფულის სერიოზული წყარო, ხო და ეს შავი ფული საჭიროა სხვადასხვა საქმიანობისთვის. რა საქმიანობისთვის? არა კულტურული საქმიანობისთვის, ტერორისტული საქმიანობა, იქ რაღაც დაძაბულობა, ვიღაცების დაფინანსება, მუდმივად მზადყოფნაში არსებობა რაღაც ძალების, რაღაც პარტიების და აი ესეთი საქმიანობა. საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა ირან-ისრაელთან დაკავშირებით. აი ბოლო კვირების განმავლობაში ახლა ალბათ ჩვენს მსმენელს ამაზეც აქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ გაიელვა ამ ინფორმაციამ, რომ რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, მაგრამ გვარი არ უხსენებია ეს საქართველოს მოქალაქე. პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს მოქალაქეა, ხო? რომელიც მოსყიდულ იქნა ირანული დაზვერვის მიერ და მას მოკლედ უნდა გაენადგურებინა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ებრაელი სასულიერო პირი აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში.
ნუ ეს ინფორმაციები ეთყობა გაჟონა ამ ინფორმაციამ, იმიტომ რომ ისრაელის დაზვერვა მუშაობს ძალიან კარგად. ძალიან კარგად მუშაობს. და მიაწოდეს ეს ინფორმაცია ეთყობა აზერბაიჯანულ სამსახურებს და ეს კაცი დაკავებული იქნა. ეხლა ეს შეკვეთის მიმღები არც დადეშქელიანია და არც რა ვიცი ვინ გითხრათ. აზერბაიჯანული წარმოშობის კაცია, ან მარნეულიდან არის ალბათ, შეიძლება მანისიდან არის, შეიძლება აქ ქვემო ფონიჭალიდან არის, არ ვიცი, მაგრამ აზერბაიჯანული გვარის და სახელის მატარებელი კაცია, $300,000 დათანხმდა რომ მოეკლა აი ეს კაცი. მაგრამ ნუ არ მოხერხდა ამის გაკეთება. აი ესეთი მოძრაობები, კულუარული და იატაკქვეშა მოძრაობები მუდმივად ხდება, მუდმივად მიმდინარეობს. სხვა შორის რამდენიმე წლის წინ თბილისში იქნა აღკვეთილი მსგავსი ჩანაფიქრი, კიდევ კარგი, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ებრაელი კაცის წინააღმდეგ იგეგმებოდა ტერორისტული აქტი. მოკლედ მისი ლიკვიდაცია იყო ჩაფიქრებული და ამას გადავრჩით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ სპეცსამსახურები მუშაობენ და სპეცსამსახურების მუშაობა ზუსტად იმიტოა და მაშინ არის ეფექტური, როდესაც ის არის დაფარული და არა ყოველდღიური რეპორტები იბეჭდება პრესაში და ისინი შევამჩნიეთ ხო ამ კვადრატში და ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე მახსოვს განსაკუთრებით შარშან იყო და ნუ ბოლო წლებში ზოგიერთი პარტიის მხრიდან რომ რას აკეთებენ ჩვენი სპეცსამსახურები. აი გვაჩვენეთ ერთი რუსი ან რომელიმე ქვეყნის შპიონი, რომელიც დაიჭირეს და გააბათილეს და რატო უნდა გაჩვენონ? აი რაში გვჭირდება რომ გვაჩვენონ? ზუსტად არ უნდა გვაჩვენონ. ეს არის სპეცსამსახურების მუშაობა. ისინი მუშაობენ ჩუმად და აკეთებენ თავის საქმეს. სხვა საქმე რომ მათ უფრო მეტი უნდა იმუშაონ, უფრო ეფექტურად და ეს გასაგებია. ანუ ეხლა თქვენ ფიქრობთ რომ აი გუშინ იყო ჩვენი გაცემის სტუმარი ბატონი კონსტანტინე ჩვენი და მან თქვა რომ აი ამერიკა ირანის ომი ეს გამორიცხულიაო და საერთოდ ირანთან ეს ომი არ დაიწყება რა თქმა უნდა მithumetes ფართო მასშტაბიანი გამორიცხულიაო მაგრამ აი როგორ შეიძლება არის შეხების წერტილი როცა შეიძლება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა მოილაპარაკოს იმ დონეზე რომ ახლო აღმოსავლეთში ეს მართული ქაოსი არ იყოს იცით რა აი ბოლომდე მოლაპარაკება იმ დონეზე რომ გამოქვეყნდეს მე კომიუნიკე ან რაღაცნაირი დასკვნითი დოკუმენტი რომ ჩვენ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით და ჩვენში დამყარდა ეგეთი რამე გამორიცხულია ისევ როგორც დიდი ომი გამორიცხულია იმიტომ რომ მაშინ ირანის ლიდერშიპმა უარი უნდა თქვას მთელი თავის პრინციპებზე თავის კონსტიტუციაზე უნდა თქვა უარი და როგორი საქმეა ახლა ეს თუნდაც მშვიდობის ფასად ესეთი კომიუნიკე გამოქვეყნებული არ იქნება არავითარ შემთხვევაში არ იქნება. იქნება რაღაც ზოგადი ფრაზები, მთავარი აი იქ რა ხდებოდა იმ მოლაპარაკებებზე. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ამას ვერ გავიგებთ, მაგრამ შედეგების მიხედვით ჩვენ მივხვდებით, რომ იქ რაღაცები დაალაგდა. რაღაც ინტერესები გაითვალისწინეს ვიღაცების და მოკლედ მხარეები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ რეგიონში საჭიროა მშვიდობის შენარჩუნება. აი დაახლოებით ეს ფრაზა იქნება ახლა ეგ დასკვნით დოკუმენტში. და ეს ფრაზა რამდენად იქნება აი ესეთი სამუშაო ფრაზა რომელიც რეალობაში განხორციელდება. კი ეს უნდა განხორციელდეს რეალურად, იმიტომ რომ ახლა მუქარები და შანტაჟი შენა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც იყო, ხო? მარტო ირანელები არ გამოირჩეოდნენ ამ მხრივ, ირანელების სერიოზული დაფიქრება გამოიწვია ამერიკელების განცხადებამ იმის თაობაზე რომ ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დარტყმები და ცნობილია რა დარტყმები ახლა ამერიკული ის საზღვაო ფეხოსნები ირანის ტერიტორიაზე არ გამოჩნდებიან აი გარანტიას გაძლევთ არ გამოჩნდება საჰაერო და სარაკეტო დარტყმები ირანი პრაქტიკულად იმყოფება რკალში თუ არა მაგრამ საკმაოდ კარგი გარემოცვაა ამერიკული სამხედრო ბაზების იქ ინდოეთის ოკეანეში არსებული სამხედრო ბაზები ნუ სპარსეთის ყურეში არაერთ სახელმწიფოში სერიოზული სამხედრო ბაზები და კონტინგენტია განლაგებული და ამერიკელებს არ დაავიწყდათ იმის შეხსენება ირანისთვის რომ ჩვენთან ერთად ამ მოქმედებებში ჩაერევა ისრაელის შეერაღებული ძალები და ამერიკელებზე ნაკლები შიში და რიდი არ აქვთ ირანში ისრაელის ავიაციისა. იმიტომ რომ თავის თავზე უწვნიათ არაერთხელ და არაერთ ქვეყანას ახლო აღმოსავლეთში უწნევია ებრაული საჰაერო ძალების დარტყმის სიმძლავრე, ხო? მათ შორის ერაყში, იქით უფრო მაღრიბის ქვეყნებში, სადაც
პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის შტაბ-ბინა გაანადგურეს რამდენიმე ერთი რეიდის შედეგად, ხო? და ერაყში საერთოდ ბირთვული ცენტრი გაანადგურეს. იმის შემდეგ ერაყს ბირთვულ შეერაღებაზე აღარც უფიქრია. ხო, ირანი არ არის ერაყი, გასაგებია, გვესმის, იქ სხვანაირი დაფარვის და მომზადების ცენტრები არსებობს ბირთვული პროგრამების. ამერიკელებმა რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ მონდომების შემთხვევაში ამ ცენტრების განადგურებაც ხელეწიფებათ მათ. მაგრამ ეთყობა ორივე მხარემ ამჯობინა, რომ ეს არ გადაიზარდოს რაღაც სხვა დონის კონფლიქტში, იმიტომ რომ ამას ზოგადი ქაოსი მოყვება ძალიან ბევრ ადგილას. თელს ქვეყანაში, იმიტომ რომ მომართულები არიან გარკვეული ძალები, რომ დაძაბულობის შემთხვევაში ამოქმედონ თავისი ყველანაირი ძალა. რა ძალებზეა ლაპარაკი? ტერორისტული აქტები, აფეთქებები, რაღაც ხო წარმოგიდგენიათ ახლა რაღაც საშუალო სიდიდის ქალაქის სრული პარალიზება, თავისუფლად ხელეწიფება ერთი 50 კაციან ჯგუფს, რომელიც 5-5 3-3 კაცად დაიშლება და გაანადგურებს წყლის მომარაგების სისტემას, გაზმომარაგებას, ელექტროენერგიას, კავშირი გაბმულობს. წარმოგიდგენიათ ახლა რომელიმე ქვეყანა რომელსაც უცებ გაეთიშება მობილური კავშირები ქვეყნის შიგნით. ახლა დღეს ეს ითვლება, რაღაც კატასტროფა. ხო, ამას არავითარი კატასტროფა არ არის, მაგრამ ადამიანი მიჩვეულია, რომ მობილური ტელეფონის გარეშე ის სახლიდან არ გამოდის. მე დამჭირდა დღეს და ესე კომფორტულად. როგორი იყო? არა, ხათეშორის ცოტა დისკომფორტული იყო, მაგრამ შევეცადე რომ კომფორტში გადამეღვა. მაგრამ თუ ამას დაემატება ღმერთმა დაიფაროს და იქ წყალი არ მოდის, დენიც გაითიშა და თქვენ წარმოიდგინეთ გაზიც არ მუშაობს. გათბობა არ გვინდა, მაგრამ ხელი წყალი გჭირდება, ხო? რა მოხდება ქვეყანაში? და კიდე რაღაცები. ამიტომ სრულიად არ არის საჭირო იქ რაღაც არმიების და დივიზიების შესევა მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს პატარ-პატარა დივერსიული ჯგუფები, რასაც ბევრი სახელმწიფო დიდი ხანია აკეთებდა ამისთვის ემზადებიან, მათ შორის ჩვენს წინააღმდეგ. იგივე რუსეთის ფედერაციიდან იყო ამის მზადება და დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღესაც გრძელდება ამის მზადება ჩვენს ტერიტორიებზე, მათ შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს და იქ მიდიოდა მზადება და ალბათ დღესაც მიდის აი ასეთი ჯგუფების და ეს ჩვეულებრივი ამბავია, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია. ყველა დიდ სახელმწიფოს აქვს ეს მეთოდები არსენალში. რა თქმა უნდა. და ბატონო დავით, აი თქვენ მზანეთ, რომ აი ისრაელიცას არანაკლები შიში და რიდი აქვს ავიაციის. დიახ. ირანს და ამერიკისა და ისრაელის ტანდემი, საკმაოდ სახიფათო ტანდემი არის, არა მხოლოდ ირანისთვის, ბევრი სხვა სახელმწიფოსთვისაც. მაშინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა რატომ იყო ასეთი კედმაულური, როგორც ისრაელის მედიამ შეაფასა ტრამპთან? საჩვენებელი გამოსვლა არის საჩვენებელი გამოსვლა. ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს არ მიატოვებს, ყოველ შემთხვევაში საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზი შეიძლება იყოს ეს ისრაელს და მის ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში. რა ინტერესები აქვს ისრაელს ახლო აღმოსავლეთში და თავის რეგიონში? მშვიდობა მეტი არის, იმიტომ რომ ისრაელი გარშემორტყმულია აბსოლუტურად მტრული გარემოცვით. აბსოლუტურად მტრული. 500 მილიონიანი არაბული გარემოცვა. ხო, კი ბატონო, მაგრამ ეს გარემოცვა 500 მილიონიანი მათ არ აერთიანებთ, უпростоრად რო ვთქვათ, მათ აერთიანებთ ძალიან ცოტა რა. ცოტა, ხო, ერთგვაროვანი არის. და ის არ არის საკმარისი, აი ის გამაერთიანებელი ფაქტორები, ვთქვათ, ენაც კი არ აერთიანებთ. ხა სირიელი ტუნისელს ვერ გაუგებს არაბულად რომ ილაპარაკოს ორივემ. ხო, AST უკვე იმ დონეზეა მათ დიალექტებს შორის სხვაობა. კონფესიური, რელიგიური სხვაობები, იქ ვიღაც შიიტები არიან, აი ის ჰანაფიტას მიმდევარია, ხო, ის რაღაც ცოტა სხვა მიმდინარეობის ისლამია და ამიტომ ისინი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. იგივე ჰამას ბევრმა არ დაუჭირა მხარი არაბულ სამყაროში, ხო, ჰამასი, იმიტომ რომ ყველა მიცო ეს არის მუსლიმი ძმების ადგილობრივი ფილიალი, პალესტინური ფილიალი, ტერორისტული ორგანიზაციაა და აბსოლუტურად განსხვავებული ამბიციები აქვს. ხოლო ჰამას ღაზას სექტორშიც გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები და დემონსტრაციები იმართება. დღეს იმართება დემონსტრაციები ჰამასის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ მობეზდა იქაურ ხალხს, ჩვენ ყველანი არა ვართ ჰამასის წევრები, ასეთი ლოზუნგები გაჩნდა უკვე იქ და ეს სიმართლე, მართლა ყველა კი არ არის იქ ჰამასის წევრი. იქ სხვა შორის ქრისტიანები ცხოვრობენ, უკვე ძალიან ცოტა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების და იუდეველების ძალიან მცირე რაოდენობა ძალიან და
იმ არაბების დამსახურებაა, რომლებიც თავის დროზე მიზნად დაისახეს ამ ხალხის განდევნა რეგიონიდან. თურქეთზე შეგვიძლია ვთქვათ, თურქეთზე მე შემიძლია ის გითხრათ, რომ ძალიან დიდი მცდელობების შედეგად მიაღწია ერდოღანმა, რომ მოლაპარაკების მაგიდამ შეიძლება გადმოინაცვლოს საუდის არაბეთიდან. ხოს ეს მინდოდა მეკითხა, ერდოღანმა იმდენი იჩალიჩა, ესეთი ჟარგონით რომ თქვა, რომ თებერვალს კი გაი მართა პირველი რაუნდი, მაგრამ აი გეოპოლიტიკურ სცენაზე ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დაიმკვიდრა, იმიტომ რომ რუსეთისა და ამერიკის დელეგაციები თითქოს საელჩოს საკითხზე აქ საუბრობენ. კი ბატონო, მაგრამ რეგიონში თურქეთი მაინც ვერ დაიმკვიდრებს იმ ადგილს და იმ როლს, რომელიც მას სურს. სუნიტური სამყაროს ლიდერობა თურქეთს არ გამოვა, იმიტომ რომ თელ ახლო აღმოსავლეთს ახსოვს ოსმალების მმართველობის პერიოდი. ეს იყო კატასტროფა არაბებისთვის, ძალიან დიდი დამცირება, ძალიან დიდი პრობლემების გაჩენა მათთვის და ძალიან უკანდახევაც, ძალიან ბევრი კუთხით. მოკლედ ძალიან არ უყვართ თურქები არაბებს. ძალიან სუნიტები არიან, სუნიტი არაბი, სუნიტი თურქი, ხო? აი წარმოვიდგინოთ. განსხვავებები არის, ძალიან დიდი განსხვავებებია და არ უყვართ ერთმანეთი ამ ხალხს. არაბები აღარ მიიღებენ თურქების დომინაციას რეგიონში, გამორიცხული. არ ჩვენ არ უნდა მივიღოთ ზედმეტი გავლენები თურქეთიდან. მე ყოველთვის უბრუნდები ხოლმე ამ თემას. მე ერთ-ერთ სტუმრობისას თქვენთან ვახსენე თურქული სკოლების ქსელი საქართველოში, რომელიც ქვემო ფონიჭალაში იყო. მოძებნეს უკეთესი ადგილი, უფრო პრესტიჟული ბჭყალებში, რა თქმა უნდა. ქვემო ფონიჭალიდან გადატანილია ეს სკოლა ლისის ტბაზე და ახალი შენობა მაარეფის სკოლა. აი ასეთი ძირფასო განათლების სამინისტრო თუ არ იცით მაშინ შეამოწმეთ ეს იციან მაარეფის სკოლა არის პრეზიდენტ ერდოღანის ინიციატივა მთელ სოფლეს ითვლება მაარეფის სკოლების ქსელი არის პრეზიდენტ ერდოღანის გრძელი ხელი ეგრეთ წოდებული გავლენების ხელი მთელ სოფლიოში მარიფათი აქედან ხო არ არის ნეტო ძირი ერთია მარიფათი ნიშნავს ცოდნას ქართულად რომ თარგმნოთ სიტყვა მარიფათი ეს არის ცოდნა მარიფი ხო ჩვენთან მოხერხებულის ის აქვს უფრო სინონიმი კი ესეთი დაიმკვიდრა და მარიფის სკოლები ათეულობით ქვეყანაში არსებობს ძირითადად აფრიკულ აზიურ ქვეყნებში თუმცა საფრანგეთში და გერმანიაშიც არის გასაგები მიზეზების გამო რატო იმიტომ რომ დიასპორები ყავს იქ თურქეთს ძალიან დიდი ეს სკოლები აი ორი სიტყვით მინდა რომ დაუთმო ეს მნიშვნელოვანი თემაა უცებ ძანეთ ეს სკოლები ემყარება ადგილობრივი განათლების სამინისტროების მიერ დამტკიცებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, იმიტომ სხვანაირად არ გამოვიდოდა და აქ არის კიდევ ფარული მიზნები და გარკვეული ფარული პროგრამები. ეს არის თურქული გავლენების გამავრცელებელი ქსელი, თურქული პოლიტიკური და რელიგიური გავლენების. და კიდევ ერთხელ ვთხოვ, ვისაც ჯერ არს, რომ გაითვალისწინონ ეს ყველაფერი, მე ნუ დამიჯერებენ, წყაროები შეისწავლონ, დაავალონ ვინმეს სპეციალისტს მოიძებნება საქართველოში შეისწავლონ ამ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი, რა მიზნები აქვთ მათ, რას აკეთებენ, რისი გაკეთება სურთ, რაც მთავარია და ამის შემდეგ გადახედონ თავიანთ პოლიტიკას უცხოურ საგანმანათლებლო ცენტრებთან დაკავშირებით საქართველოში. ჩვენმა სახელმწიფომ ხომ უნდა იცოდეს მის ახალგაზრდა თაობას ვინ ზრდის და რისთვის ზრდის. რა თქმა უნდა. ამიტომ გამოიჩინონ მეტი ყურადღება. და მით უმეტეს რომ ჩვენი განათლების სისტემა უკვე გამოაჩინა ვინ და რა გაზარდა, როდესაც აღმოჩნდა რომ შინ არის არა საქართველოს, არამედ სხვა სივრცე. უკვე ჩვენი თავის გარკვეული ნაწილისთვის და უფრო პრესტიჟული არის ინგლისურ ენაზე ლაპარაკი ვიდრე ქართულად, თუმცა ეს ძალიან გავს იმას, რომ რუსულ ენაზე ლაპარაკი იყო ერთდროს ძალიან მოდური ვიდრე ქართულად და პრინციპში გამოვიდა, რომ არჩევანი არის იმას შორის, ვინ უფრო ნაკლებად გაგაძღობს და ვისთან უფრო მეტად გამძღარი იქნება. მოდა არსებობდა უკაცრავად ესეთი უხეში შედარებისთვის. დიახ, მე მესმის იმედია განათლების სამინისტრო ისედაც მუშაობს ამ თემებზე და ჩვენ კიდევ ერთხელ მიმართავთ, რაც ბატონმა დავითმა თქვა, რომ შეამოწმენ და ნახეთ მართლაც ვინ იზრდება. ცოტა ღრმად ჩაიხედონ საკითხში. დიახ, ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. მე თქვენ გემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით
მომავალ ხუთშაბათს 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის.